თუ რაღაცას ვერ აკეთებ, ესე იგი რაღაც ფიქრი გაქვს, რომელიც ამის გაკეთების საშუალებას არ გაძლევს. როგორც წესი, ეს ფიქრი, რომელიც გბლოკავს, არის გაუცნობიერებელი. ძალიან ხშირად სადღაც ფონად მიდის და ვერ ხვდებით, მაგრამ ერთადერთი ხვდებით, რომ რაღაცისგან თავს ვიკავებთ, ანუ რაღაცას თან ფიქრობთ, გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ თან ნაბიჯს ვერ ვდგავთ. ხო და თუ რაღაცისგან თავს იკავებ, შენ თავს დაუსვი შეკითხვა, რა ფიქრი მაქვს ისეთი, რაც მაჩერებს, რა იდეაა ჩემს თავში ისეთი, რაც ამ ნაბიჯს არ მადგმევინებს და რაღაცნაირად ბოჭავს და უმოქმედობაში გადავყავარ. მაგას რო აღმოაჩენ, გაუცდები, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ ისეთი ალგორითმი და მექანიზმი იყოს, რასაც საერთოდ ჯანს აღიქონებით არ ეთანხმები. ან სისულელე, ან მოძველებული, ან საერთოდ აღარ არის შენთვის ვალიდული, მაგრამ ეტყობა ეს შიგნით ქონდა ჩარჩენილი და ესე მუშაობდა. ხო და როგორც კი ეგ შეკითხვა შენს თავს დაუსვი და პასუხიც გაეცი, ეხა უკვე გაქვს შანსი გადახედო და ეს იდეა ან დაიტოვო, ან გადააგდო. ანუ შეგიძლია უბრალოდ გაიაზრო და თუ ეს შენთვის აღარ არის უკვე ვალიდური და აღარ გინდა რომ ამ რაღაცით იარო და გინდა რომ შეცვალო, უბრალოდ გადაასხვაფერე, შეცვალე და სხვა პერსპექტივით შეხედე სიტუაციას. შემოატრიალე ეს ფიქრი და განსხვავებული ფიქრი შესთავაზე შენს გონებას, რომელსაც უკვე დაეყრდნობა და პირიქით წინ წავა. ხო და წინ ვიაროთ გააზრებულად.